და როგორც გითხარით, სტუდიაში არის ლაშა ბაქრაძე, ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი, მოგესალმებით ლაშა. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და თქვენი შთაბეჭდილება როგორია პირველი აი ამ ინფორმაციაზე, როცა გაიგეთ, რომ ესე სტუდენტები შეიძლება გარიცხონ უნივერსიტეტიდან პროტესტის გამო. მართლაც ერთია რომ საბჭოთა პერიოდს გვაგონებს, მაგრამ მეორე არის რომ აი რამდენად არის დაკარგული ურთიერთობა რექტორატსა და სტუდენტებს შორის. იმის მაგივად რომ რექტორი მივიდეს და ელაპარაკოს სტუდენტებს, რექტორი პოლიციას ეძახის. რაღაცის გამო ამ ადამიანებს 5,000 ლარიან ჯარიმებს უწევენ და საერთო ჯამში 50,000 ლარიანი ჯარიმა. რაც იმაზე მეტყველებს, რომ ესე იგი არანაირი აი ესეთი რასაც ჩვენ რატომ ვამბობთ ხოლმე ძალიან ხშირად რომ გვინდა ევროპა, იმიტომ რომ აი ევროპაში წარმოუდგენელი იქნებოდა რომ პოლიცია მაგალითად ასეთ სიტუაციაში შესულიყო, იმიტომ რომ იქ არაფერი არ ხდებოდა, არაფერს არ აზიანებდნენ, არ აფუჭებდნენ. მე გულისამრევია აი მართლაც აი როგორი სიძულვილი უნდა იყოს საკუთარი სტუდენტებისათვის, ისიც ვთქვამთ რომ დეზინფექციას ატუაკეთებენ, რომ ამ სტუდენტებს თუნდაც წყილები ყავთ. და აი ამ წყილებს ებრძვიან. ანუ ამ სტუდენტებს აღიქვამენ როგორც რაღაცა ჭუჭყიან არსებებს, ესენი. ძალიან მნიშვნელოვანია აი ამავე ეთიკის კომისიაში არიან ადამიანები, რომელსაც მეც ვიცნობ, რომ აქედან ადამიანები ვალია მათი, რომ პროტესტი განაცხადონ ამის წინააღმდეგ და თქვან მიიღეს მათ ამ ეთიკის კომისიის, იმიტომ რომ ვიცი რომ დღეს ჟურნალისტები ურეკავდნენ პასუხს არცემდნენ. მიიღეს თუ არა მონაწილეობა და ვინ არიან ეს წევრები? ახლა იყო უზარმაზარი სია რა. ვინ არიან? რაღაცა 10 კაცი მაინც ჩანდა 7 ყვა. ხო და მეორე რასაკვირველია სხვა სტუდენტებმაც თუ სოლიდარობა არ გამოთქვას ეს აი ჩვენ ვხედავთ როგორ აი ამ 12 წლის განმავლობაში განსაკუთრებით როდესაც გაუთავებლად ზიზღის ერთმანეთის სიძულვილის დანერგვა ხდებოდა ქართული ოცნების მიერ როგორ იმოქმედა ამას საზოგადოება რამდენად არის გახლეჩილი რამდენად არის დაძაბუნებული ამავე დროს იცით რა რაღაცნაირი აი უხერხულობის გზნობა მაქვს ხოლმე მე და აი მქონდა მაგალითად მეორეჯერ გადმომცეს ეს 5,000 ლარიანი ჯარიმა და პოლიციელებმა ასე ვთქვათ ქუჩაში გადმომცეს ეს და აი პირისპირ ვიდექით ადამიანები ერთმანეთთან და ორივე მხრიდან იყო უხერხულობის გზნობა რომ აი სადამდე მივედით სადამდე მიგვიყვანეს რომ აი ასეთ მდგომარეობაში ვართ, როდესაც მართლაც ეს ძალადობა, ეხლა 5,000 ლარი ქვეყანაში, სადაც მინიმალური ხელფასი არის ესეთი დაბალი და რამდენჯერმე მეტია 5,000 ლარი, ეს უკვე ჩვენ რო გქონდეს კონსტიტუციური სასამართლო, კონსტიტუციური სასამართლო იტყოდა, რომ ეს არ შეესაბამება არანაირ საერთაშორისო სტანდარტებს, ხო? არაფერი არ გასაგებია ხო სპეციალურად გაზარდეს. გასაგებია რომ გაზარდეს, მაგრამ რაღაცა ლოგიკა ხო უნდა არსებობდეს. ანუ არა, რატომ ვამბობ ამას? იმიტომ თქვენ იკითხეთ, რომ რეპრესიებია თუ არა, რასაკვირველია რეპრესიება, სხვა რა სახელი უნდა დავარქვათ ამას. სხვადასხვა მეთოდით ცდილობდნენ, იყო ცემატყეპვა, აი ამ ტიტუშკებისა და პოლიციის მხრიდანაც სამწუხაროდ. ანუ პოლიციას დედა უტირეს საქართველოში, შეგვიძლია ვთქვათ, ეს არის პოლიცია, რომელსაც ადამიანი თავის სინებით აღარ დაურეკავს, იმიტომ რომ ის არიცავს ადამიანებს, ჩვენ დავინახეთ ჟურნალისტებს, პოლიციელების თვალწინ კლავდნენ, შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ და არაფერი არ მოხდა. ვიცით უამრავი ადამიანის სახელი და გვარი, ვინც აი ამ ძალადობაში იღებდა მონაწილეობას და ფაქტობრივად არავინ არ არის დაჭერილი, არავინ არ არის პასუხისმგებაში მიცემული. ამ დროს კი ეს ადამიანები, რომლებიც რაღაცა პროტესტზე გამოდიოდნენ, სრულად მოგონილი, თითიდან გამოწვეული ბრალდებებით არიან ციხეებში ჩაყრილი, მათ არ გამოუშვებენ, იმიტომ რომ ეს ადამიანები ყავთ აყვანილი როგორც მძევლები იმ მომენტისათვის, რომ აი ჯერ ამ ძევლებს შეიძლება გაგვიცვალონ რაღაცა გარკვეული დათმობები, მერე შეიძლება ვთქვათ, აი ამ ყოველდღიურად რო იღებენ ახლა უფრო და უფრო დრაკონულ კანონებს, ამაზეც ივაჭრონ და ასე შემდეგ, რომ რაიმენაირად შეინარჩუნონ აი ეს ხელისუფლება, მაგრამ ერთი რამის თქვა მინდა იმათვისაც, ვისაც შეიძლება დღემდე არ ესმოდეს, საითკენ მიექანება საქართველოს, რომ უბრალოდ ეს ქვეყანა იქნება ისეთი, რომ მაშინ ძალიან გაჭირდება
იმ ადამიანებისათვისაც ცხოვრება, რომლებიც ჩუმად ხედან, არ იმჩნევენ თითქოს რატო? ანუ ამ ადამიანებს არ აქვთ ასეთი განცდა, ხო? არ აქვთ ეს ასეთი განცდა, მაგრამ დამერწმუნეთ გაუჩნდებათ ესეთი განცდა იმის გამო, რომ აი ესეთ არათავისუფალ ქვეყანაში ეს ყველა შეეხება ეს მსახვალი ხელისუფლებისა და გარდა ამისა, აქ სერიოზული პრობლემების წინაშე დგას საქართველოს ეკონომიური თვალსაზრისით, ხელისუფლება ცდილობს რომ რაღაცნაირად აჩვენოს, რომ კარგი დასავლეთი აღარ იქნება ჩვენი დამხმარე, მაგრამ აგერ თურქმენეთია, უზბეკეთია, ირანია და ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან ვეჭვობ, რომ აქედან რაღაცა დიდი სერიოზული თანხები შემოვიდა საქართველოში, მიუხედავად იმ ზღაპრებისა, რომ 14 მილიარდს ჩადებს ერთ-ერთი არაბული საამირო და ასე შემდეგ. მიუხედავად ამისა, აქ იქნება ერთი ეკონომიური სერიოზული პრობლემები და მეორე, როგორ უნდათ ამ ადამიანებს იცხოვრონ ქვეყანაში, სადაც შენს გვერდით ადამიანს ცემენ, კლავენ, ეკონომიურად ისეთ სიდუხჭირეში აგდებენ, თუნდაც ამ 5000-იანი და სხვა უამრავი დრაკონული კანონით, რომ მას აღარ ექნება საშუალება ცხოვრების. და აი ასეთ გარემოში არ ვიცი რა ქვია არიან ალბათ ადამიანები რომელსაც სიამოვნებს რომ მეზობელი არის რომელსაც მეზობელს დედა ეტირა მაგრამ სინამდვილეში არ მგონია რომ ეს იყოს მისაღები ფართო ნაწილისათვის საზოგადოების და მათ შორის იმათვის ვინც ხმას არიღებს და ცდილობს რომ ისე მოიქცეს თითქოს სირაქლემა იყოსა და არ დაინახოს ეს ყველაფერი აი ამ ადამიანებს დღეს თეატრალურ ინსტიტუტში რომლებიც ხმას არიღებენ. სტუდენტი იქნება ის თუ მასწავლებელი იქნება და მასწავლებლებიდან თითქმის არავინ არ მისულა ამდენი ხნის განმავლობაში 80 დღეზე მეტი იყო აი ეს პროტესტი. არ ვიცი რამდენად შეუძლიათ კიდე მორალური უფლება ჰქონდეს სტუდენტებს ასწავლონ და რაღაცა ღირებულებებზე ელაპარაკონ, ღირსებაზე ელაპარაკონ და ასე შემდეგ. აი ამ ბოდიში არ ეთანხმებიან პროტესტს თუ ეშინიათ? ეშინიათ ხმას არიღებენ. ან რა ვქი არ ეთანხმებიან ასაკურლას თებიც იქნებიან ამას კი არ გამოურიცხავ მაგრამ დიდი ნაწილი ალბათ ფიქრობს რომ რამენაირად ესე ჩუმად ყოფნით გაძურებიან როგორც გაძურებოდნენ ხოლმე საბჭოთა დროს როგორც იყო მე ხო კარგად მახსოვს აი ეს კონფორმიზმი მე რა ყველა ანეკდოტებს ყვებოდა კომუნისტებზე მაგრამ ყველაფერს აკეთებდა რაც კომუნისტებს უნდათ აი ასეთი გახრწნილი საზოგადოება ჩამოყალიბდება საქართველოში თუ ჩვენ ეს ვერ შევძელით და ვერ გადავტეხეთ. ხო, მაგრამ ჩვენ ხედავთ რომ ახლა სტუდენტების პროტესტიც არ არის ასეთი ფართო მასშტაბიანი. როგორც თავიდან იყო, თავიდან უფრო აქტიურობდნენ ეს სტუდენტები, იგივე ხა პროტესტსაც, ნუ სულ ამდენიმე სტუდენტი გამოთქვა, გამოთქვამს რა, ნუ თვითონ ან აქტიურ პროტესტში მონაწილეობდა, იქ ვინც იყო ასეთი ბოიკოტი. ერთი ნაწილია და მეორე ქუჩაშია მეორე იყო. ქუჩაში ბევრი არის, მაგრამ ბოიკოტი იგივე ხა. მაგრამ ეს უმცირესობაა. SEU-შიც იქნება თუ საგანტაც, აი ესე რაღაც აუდიტორიაში ბოიკოტი და პროტესტი სულ ამდენიმე ისე ჩამოსახლას უნდა გამოთქვა, როცა ნუ სტუდენტი ათასობით და 100000 არის ამ. ნამდვილად ასეა ჩვენ და შესაბამისად აი ამ მიმართულებით რა ხდება როგორ გონიათ ანუ სტუდენტებსაც ეშინიათ თუ უბრალოდ მათაც რაღაც იმედი გადაეწურათ ან ვერ ხედავენ ამ ძალაში თავის თავს. კონფორმისტების საზოგადოებაში ვიმყოფებით ეს არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავ სულ ლაპარაკობ ხოლმე საბჭოთა კავშირთან დაკავშირებით ზოგს გონია რაღაც იდეა ფიქსი მაქვს და აი ამ სულად გახრწნილმა საბჭოთა სისტემამ შექმნა ასეთი ადამიანები, რომლებსაც ურჩევნიათ რომ ჩუმად იყვნენ, ხმა არ მოიღონ. მე გაუთავებლად მიდიოდა იმასთან დაკავშირებით პროპაგანდა, რომ სტუდენტი თითქოს და მხოლოდ იმისათვის არის დაბადებული, რომ ისწავლოს და სხვა არაფერი მას არ აინტერესებდეს. პოლიტიკა არ უნდა აინტერესებდეს სტუდენტს თითქოს და რა არის პოლიტიკა? პოლიტიკა არის ყოველდღიური ცხოვრებაც, ხო? რა მდგომარეობა იქნება უნივერსიტეტში, ან შეიძლება სტუდენტს არ აინტერესებდეს. რა მდგომარეობა უნდა იყოს ახლა თეატრალურ ინსტიტუტში, აი ამ ყველაფრის შემდეგ. როგორ უნდა დაიწყონ ახლა ამ ახალგაზრდა ადამიანებმა იქ სწავლა და რომელი პედაგოგი უნდა იყოს მათთვის აი რა ვიცი მისაბაძი მაგალითად რომლებიც ესე გაჩუმებულები იყვნენ ხმას არიღებდნენ როცა მათ სტუდენტებს ფაქტობრივად უსწორდებოდნენ როდესაც რა ქვია თუნდაც ეს 50000-იანი ჯარიმა ის რომ რა ქვია გარიცხვით ემუქრებიან უნივერსიტეტიდან შეიძლება არ გარიცხონ შეიძლება აქ უცბად გამოჩნდეს რომ რექტორი თურმე
ჰუმანისტია, მაგრამ არანაირი ჰუმანისტი არ არის, იმიტომ რომ ჩვენ დავინახეთ რექტორი, რომელიც არ ელაპარაკება სტუდენტებს, ჩვენ დავინახეთ მასწავლებელი, რომელიც არ ელაპარაკებიან სტუდენტებს და დავინახეთ აი ეს რაღაცა ჯგუფი რექტორის გარშემო, როგორც ჩანს, რომელიც პოლიციას ეძახის იმისათვის რაღაცა ასეთი საკითხი გადაწყვიტოს. ის რომ უნივერსიტეტები უნდა იყვნენ ავტონომიურები, ის რომ უნივერსიტეტში ძლიერი სტუდენტური მოძრაობა უნდა არსებობდეს, ეს რაც მეტ-ნაკლებად თავისთავად ცხადია მართლაც თავისუფალ ქვეყნებში. ჩვენთან დღემდე არ არის ასე, ხო? ახლა იღებენ კიდევ დღემდე არავინ არ იცის, მე მგონია, გარეთ ქართული ოცნებისა, აი ამ კანონს განათლებასთან დაკავშირებით. განათლებასთან კანონი იქნება ასევე როგორც ყველა უკლებლივ კანონი თავისუფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებით, ხო? ყველა კანონი, რომელსაც იღებს ქართული ოცნება, არის თავისუფლების შეზღუდვაზე, დრაკონული კანონები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ აწესებს სასჯელებს, აძლიერებს და უფრო მეტად მტკივნეულს ხდის ამ სასჯელებს. ანუ ფაქტობრივად მივდივართ დიქტატურისაკენ. გასაგებია, რომ შესაძლებელი იყვნენ ადამიანები, რომელსაც ეს დიქტატურა მოსწონ. შეიძლება არიან ადამიანები, რომელსაც რუსეთის ძალიან უყვართ და გიждდებიან, როგორც არის რუსეთში აწყობილი ახლა რუსული იმპერია ამ ძალადობაზე. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მცირე ნაწილი ქართული საზოგადოების, მაგრამ არის დიდი ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ მათ ეს არ შეეხება და ამიტომ ურჩევნიათ იყვნენ ჩუმად. ხო, კი ბატონო, მაგრამ ახლა მაგალითად ხო ირაკლი კობახიძემ თქვა რომ აგერ ხო ხედავთ მთელი სოფლიო ჩვენ რასაც ვამბობდითო იმავეს ამბობს ხო ეს დაიწყო ტრამპი რო deep state ებზოდა და ეხა ტრამპმა გამოაცხადა რამდენი დღის წინ რომ სტუდენტები გაყარეთ ყველანი ვინც პროტესტში მონაწილეობდა პროტესტში მონაწილეობს პროარაბულ ხარეს შესაბამისად ნუ ეხა ესეც აგერ სიგნალი ოცნებისთვის რომ თუ ტრამპ შეუძლია ჩვენ რატო შეგვიძლია იქნება ეს იყოს რაღაც ასე თქვა მიზეზი ერთ-ერთი ამ აი ხა მაგალითად როდესაც ჩვენ ვაკრიტიკებთ ხოლმე დღეს ტრამპს და მის ადმინისტრაციას უკვეთ, იმიტომ რომ როგორ ჩანს, მართლა ფიქრობდნენ რომ რაღაცა ვალი გვაქვს ამერიკის წინაშე. არანაირი ვალი არ გვაქვს ამერიკის წინაშე, მინდა გითხრათ მე ყოველ შემთხვევაში არ მომწონს ტრამპი და ვიტყვი რომ არ მომწონს ტრამპი, იმიტომ რომ რასაც ის აკეთებს, ჩემთვის სრულად მიუღებელია და არანაირი კავშირში არ არის იმ ფასეულობებთან, რის გამოც მე პატივს ვცემდი ამერიკის შეერთებულ შტატებს და დასავლეთ ევროპას, ხო? ამიტომაც ის რასაც ტრამპი აკეთებს, ეს არის სწორედ ამ ფასეულობების წინააღმდეგ. ის ვენსი რო ლაპარაკობდა მიუნხენის კონფერენციაზე, ეს იყო აი ამაზრზენი გულისამრევი სიტყვა საერთოდ იმ ფასეულობების წინააღმდეგ, რომელიც აერთიანებდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საერთოდ ატლანტიკის მიღმა ტერიტორიებსა და ევროპას. ხო? კი, ზუსტად ასე ვთქვათ, კოცების ცისქვილზე ასხავს წყალს ის რაც ხდება ამერიკაში თავისთავად ცხადია. სამწუხაროდ ჩვენთვის ვისაც გვიყვარს თავისუფლება და დემოკრატია. ხო, კი ბატონო და ბევრი ელოდება ხო რა მოხდება და როგორ რასაკვირველია, ყველანი ველოდები. პირველ რიგში ელოდება ქართული ოცნება მათში. კი, რასაკვირველია. აღმოჩნდა რომ არ იყვნენ ფლათ არამართლები, როდესაც ამბობდნენ რომ მათ აქვთ ტრამპის იმედი და ამ ტრამპზე ქონდათ რაღაცა გათვლები. ასეც აღმოჩნდა, მაგრამ აი მიუხედავად ამისა ჩვენი საქმე ეს ქვეყანა როგორი უნდა იყოს აი ძალიან ხშირად ლაპარაკობს ხოლმე ქოცნება იმასთან დაკავშირებით რომ სუვერენული სახელმწიფოა ჩვენი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია და ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა და როგორი ქვეყანა გვინდა ამაზე უნდა დავიწყოთ საუბარი როგორი ქვეყანა გვინდა ჩვენ ამაზე უნდა იყოს ხშირად საუბარი აი ისეთი ქვეყანა როგორიც დღეს შეიძლება ამერიკას აიდგენას მოდის არ მინდა და რასაკვირველია არანაირად არ მინდა ის ქვეყანა რომელსაც ქართული ოცნება აქ უშენებს ქართული ოცნების ელიტას არა ქვედა ნაწილებს არამედ მხოლოდ ელიტას რომლებიც იქნებიან მუდმივად ძალაუფლებაში და გაყვლეფენ გაანადგურებენ ამ ქვეყანას ბოლომდე შეჭამენ იქნება ძალადობრივი სისტემა ყოველგვარი თავისუფალი სიტყვა იქნება აკრძალული და არ იქნება ეს უბრალოდ ის თავისუფალი ქვეყანა რომელიც თუნდაც მიუხედავად უზარმაზარი ხარვეზების ამ ბოლო წლების განმავლობაში იყო. აი მე სწორედ ამის იმედი მაქვს, რომ ეს ხალხი, ადამიანები საქართველოში მაინც მიეჩვიან მეტნაკლებად თავისუფალ გარემოში ცხოვრებით.
დღეს უკვე ქუჩაში გასვლის დროსაც კი გრძნობ ხოლმე იმ წარმოუდგენელ აგრესიას, რომელიც არის ამ ქუჩაში. აი თქვენ რო ამბობთ, რომ გონიათ რომ არ შეეხებათ. აი ეს აგრესია ხო შეეხებათ. ვიღაცები ქუჩა რო ისვრიან ახლა ქუჩებში იარაღს მაგალითად. ეს მაინც ხო შეეხებათ. და აი ის არაგამიზნული ტყვია შეიძლება მათაც მოხვდეთ. იმიტომ რომ აი როდესაც აუშვებ როდესაც აი მაგალითად რასაც ჩვენ ტიტუშკებს ვეძახით, იმათ გამოუშვებ ქუჩაში. მათ არ დასჭი. ეს ტიტუშკები მარტო იმას კი არ გააკეთებენ, რაც ხელისუფალთ უნდა, არამედ თავისი შაუბნელ საქმეებსაც გააკეთებენ და ამიტომ ეს ყველას შეეხება. და აი ეს 90-იანი წლები ვიღაცებს რო ახსოვთ, გოგოები რო ქუჩაში ვერ გადიოდნენ, მაგალითად საღამოთი, საერთოდ რო ადამიანებს არ უხაროდათ ქუჩაში გასვლა, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცა აი ეს თუ უნდათ რომ დაბრუნდეს, იმიტომ ჩვენ ხო ხედავთ რა ქვია, მოიშალა. პოლიცია აღარაფერს აღარ აკეთებს პრინციპში. პოლიცია გვიყურებს იმ ადამიანებს, რომელიც პროტესტში მიმყოფებით და არა დამნაშავეებს, რაც მათი საქმე უნდა იყოს. სუსი და სხვა ორგანოები, რომელიც იმაზე უნდა მუშაობდნენ, თუ მთელი რესურსი არის გადმორთული ამაზე პროტესტის. აი, ჩვენ ერთ დღეს არ იქნება, თქვენ გონიათ, რომ ეს ადამიანები გამოდგებიან კიდევ იმისათვის, როდესაც მათ იციან, რომ აი ვიღაც უნდა დაიჭირონ, ვიღაც არ უნდა დაიჭირონ. ვიღაცას კარგი ურთიერთობა აქვს ხელისუფლებასთან და იქნებ ხელისუფლებისათვის იღწვის, ამიტომ მას არ უნდა შეეხონ და ასე შემდეგ.